უკრაინას უწევს სამი საქართველოს ხელა ტერიტორია დაუთმოს რუსეთს. ამაზე უკვე ტრამპმაც ისაუბრა და ზელენსკიმაც. ის რაც წესით შეუიარაღებელი თვალითაც თავიდანვე ნათელი იყო, რომ დასავლეთს არ ეყოფოდა არც ადამიანური რესურსი უკრაინის მოსახლეობის სახით და არც მატერიალური რესურსი ამ ხელა ქვეყნის სამუდამოდ სარჩენად. სოფლიოს დიდ ნაწილს ჯერ კიდევ რუსული ნარატივი ჰქონია. მაგრამ დგება დრო, სიმართლეს თვალი გაუსწოროთ და მხოლოდ ფაქტებზე ვისაუბროთ. დავიწყოთ მათემატიკის აღკვეთილით. ამ ეტაპზე რუსეთს დროებით ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორიის 118,000 კვადრატული კილომეტრი, რაც არა სამი საქართველოს ხელა, არამედ 1,7-დია. 2022 წლამდე ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე რუსეთს ოკუპირებული ჰქონდა უკრაინის ტერიტორიის 54,000 კვადრატული კილომეტრი, რაც შეადგენს უკრაინის ტერიტორიის 7%-ს. 3 წლის განმავლობაში რუსეთმა მოახდინა დამატებით 64,000 კვადრატული კილომეტრის ოკუპაცია. თუმცა ომის პირველ წელს ეს ციფრი იყო 100,000-ზე მეტი. უკრაინამ 3 წლის განმავლობაში მოახდინა 40,000 კვადრატული კილომეტრის დეოკუპაცია. 2023 წელს რუსეთმა მოახდინა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის 0,1%-ის დაკავება, ხოლო 2024 წელს მხოლოდ 4,000 კვადრატული კილომეტრის დაკავება. იმის ფონზე, როცა უკრაინამ დაიკავა კურსკის ოლქში 1,500 კვადრატული კილომეტრი. ჯამში რუსეთმა 2024 წელს მხოლოდ 3,000 კვადრატული კილომეტრის დაკავებისთვის მოკლა 300,000-დან 400,000-მდე რუსი ჯარისკაცი. ერთი ცისკნა ტერიტორიისთვის რუსეთის ამხელა ძალების მობილიზაცია დაეწყო რუსეთის გლობალურ გეოპოლიტიკურ მარცხს. რუმინეთი და ბულგარეთი შეუერთდნენ ევროკავშირის შენგენის ზონას. სულ ზღაპავს რუსეთის უკანასკნელი დასაყრდენი ბალკანეთში, სერბეთში 100,000-ობით ადამიანია გამოსული ქუჩაში ბუჩიშის წინააღმდეგ. არც ისე კარგ დღეშია სლოვაკეთი და უნგრეთი. ფიცოს და ორბანს ზელენსკიმ რუსული გაზი გადაუკეტა. ევროკავშირმა კი ორბანს 1 მილიარდ გრანტზე უარი უთხრა. სირიიდან მოსკოვში გაგდებული პრორუსი დიქტატორი ასადი საავადმყოფოშია მოწამლული. თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა და გაეროს მიერ აღიარებულმა მთავრობამ ლიბიაში დაიწყო სამხედრო ოპერაცია რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ. რუსეთმა დიდი მარცხი იწვნია მოლდოვაში, ასევე სრულ ბლოკადაშია დნესტრისპირეთი. ყაზახეთი და აზერბაიჯანი რუსეთის მიერ ჩამოგდებული თვითმფრინავის შავ ყუთს აძლევენ არა რუსეთს, არამედ აგზავნიან ბრაზილიაში. ვერ ახშობენ პროტესტს საქართველოში. ოკუპირებულ აფხაზეთშიც კი არ გამოსდით საკუთარი ეგრეთ წოდებული კანონების გატანა. სულ რო არაფერი თქვათ ბალტიის ზღვაზე და დანარჩენ მსოფლიოზე. კაცმა რო გკითხოთ, გაზის და ფულის გარეშე დარჩენილი ფიცო და ორბანი თურმე ანგრევენ ევროპას და პოპულარობას იძენენ მსოფლიოში. პრორუსული ან უკეთ თუ აღწერთ ამ კონფლიქტის მოგვარების მომხრე ლიდერები მსოფლიოში პოპულარობას იხვეჭენ.